საქართველოში ბავშვი რომ იბადება, პირველი შეკითხვა არის ვის გავს, ხოლო მეორე შეკითხვა არის ვინმე კარგი ინგლისურის მასწავლებელი ხომ არ იცი რომ მოვამზადო ასე 5-6 წელიწადში დასჭირდება. მე ვარ ბაქარ ერაგია, ფოთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი. დღეს მინდა ვილაპარაკო განათლების იმ ჭრილოვან სისტემაზე, რომელიც მოწყობილია თითქმის ყველა მასწავლებლის სახლში, კაბინეტში. რეპეტიტორობაზე. რეპეტიტორობა თავისი არსით არ არის ცუდი, ის ლათინური სიტყვიდან რეპეტერე ითარგმნება როგორც მე ვიმეორებ ან გამეორება, შესაბამისად თუ ის ეხმსახურება ისეთ რამეს მაგალითად ეროვნული გამოცდებისთვის ბავშვმა უნდა გაიმეოროს ნასწავლი მასალა წლების განმავლობაში რაც დააგროვა, ხო? ამ შემთხვევაში მისაღებია. ან რაიმე სამედიცინო, სპორტული ან კულტურული მიზნით მიზეზით გაუცდა ბავშვს სკოლაში და ჩამორჩა. კი ბატონო მისაღებია. ან პროგრამა დაძლია და სჭირდება დამატებითი მასალის მიწოდება. კი ბატონო მისაღებია, მაგრამ ის რაც ხდება, რომ პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ბავშვები ემზადებიან რეპეტიტორთან და ფაქტიურად ალტერნატიული სკოლა, ალტერნატიული განათლების სისტემა შეიქმნა, ეს ნამდვილად მიუღებელია. რეპეტიტორობა თავისი არსით არ არის, რა თქმა უნდა, ცუდი საქმიანობა, არათუ ცუდი საქმიანობა, არამედ საჭირო და აუცილებელიც არის და მე ამას გეუბნებით არ როგორც სკოლის დირექტორი, არამედ როგორც რეპეტიტორი, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე ეხმარებოდა ბავშვებს და ვიცნობ ამას შიგნიდან ამ სისტემას, ასე რომ არ იფიქროთ, რომ სხვას კენწლი და საკუთარ თავს მივიჩინებ რაღაცა მორალური პედესტალიდან განზე მდგომად. ხშირად მესმის, რომ ბატონო ბაქარ სკოლაში არ არის სწავლა და სხვა გზა არ აქვს. პირველ რაღაც ნაწილში გეთახრობთ, რომ სკოლაში ნამდვილად არ არის სწავლის ის ხარისხი, რომელიც მე მინდა, რომელიც თქვენ გინდა, რომელიც საქართველოში ყველას უნდა და ეს პრობლემები რომ არის და რომ ხედავთ, იმიტომაც არის დადგა რეფორმირების საჭიროება, ხო? მე როგორც სკოლის დირექტორი კიდევ უფრო მძაფრად ხედავ ამ პრობლემებს, ოღონდ ხედავ მრავალშრეს ამ პრობლემის და არა მხოლოდ ზედაპირს. როგორ რაღაც არის ისეთ სკოლაში სწავლა პრინციპში არის. სკოლაში არის მასწავლებელი, არის დაფა, არის წიგნი, არის რვეული, ფურცელი, ყველაფერია იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს. მაშინ რა ხდება? რეპეტიტორობა ერთი ნაწილია, რის გამოც ბავშვი არ სწავლობს, რადგანაც მან იცის, რომ სადღაც სხვაგან მაინც ისწავლის იმას, რაც მასწავლებელმა უნდა აუხსნას. მასწავლებელი რომ შედის კლასში 25 ბავშვიდან რომ 10-15 სხვასთან ემზადება, რეპეტიტორთან ემზადება უფრო სწორად. მასწავლებელს უკარგავს მოტივაციას. რადგანაც ბავშვი მან იცის ან ისწავლის სხვაგან ოღონდ. ასეთი უმოტივაციო ბავშვი მასწავლებლისთვის კედელია, რომელთან საუბარიც არაფერ შედეგს როგორც წესი არ გამოიღებს. ასე რომ თუ ასე ფიქრობთ, რომ სკოლაში განათლებას ვერ მიიღებს ბავშვი, გამოდის, რომ სკოლა იქცევა უბრალოდ თავშეყრის ადგილად, ბირჟად და ამაში ისევ ჩვენ ვუწყობთ ხელს, იმით რომ ბავშვს ვხდით გაკვეთილზე მოსმენის უნაროდ. ეს როგორც შეკრული წრეა, იცით, რომელი უფრო პირველი იყო, ჯერ განათლების სისტემაში ხარისხი დაეცა და მერე გაჩნდა რეპეტიტორობა, თუ ჯერ რეპეტიტორობა გაჩნდა, რომელმაც განათლების სისტემაში ხარისხი დააგდო. ეს რაღაც ქათამის და კვერცხის ვარიანტია, ჩემი აზრით ორივე ერთმანეთში გადაჯაჭვულია და ვერ გავიგებთ და არც არის აუცილებელი ეს გავიგოთ. იგივე ის რეპეტიტორებიც ხო იგივე სკოლის მასწავლებლები არიან, ამიტომ ნუ მეტყვით, რომ განათლების სისტემაში არ არიან ადამიანები და სკოლაში არ არიან ძლიერი მასწავლებლები. მაშინ აბა ესენი საიდან მოდიან ეს რეპეტიტორები? ხო ისე სკოლიდან მოდიან. კარგით, შემდეგი არის, რომ მასწავლებელი ნიშანს არ უწერს თუ მასთან არ ემზადება. ეს არის პირდაპირ კორუფცია და თუ კი ასეთი რამ ხდება მერწმუნეთ, ამაზე განგაშეზარები უნდა შემუკრათ. და თუ კი ასეთი რაღაცები ხდება, ეს ხო კორუფცია და კორუფციაში ორი მხარეა, ხო, ვინც აძლევს ქრთამს და ვინც იღებს და თუ კი თქვენ ადანაშაულებთ მასწავლებელს ქრთამის აღებაში, ესე იგი თქვენც მონაწილე ხართ, როდესაც ქრთამს აძლევთ და ამის ყველაზე დიდი პრევენცია ის არის, რომ არ იყოთ ნიშანზე ორიენტირებული, არ ვიყოთ ამ ყველაფერზე ორიენტირებული და მაინც და მაინც 10-იანი არ იყოს ბავშვის კარგობის თუ ცუდობის განსაზღვრელი. ყველა ბავშვი კარგია, საგანს ძლევს 10-იანზე თუ 7-იანზე თუ 5-იანზე. ასე რომ ჩვენ რეპეტიტორის ინსტიტუტს და კორუფციულ სქემას თუ კი ის ნიშანზე გადის, ნიშნის დაწერა არ დაწერაზე, არ ვასაზრდოთ. მესამე არის წიგნები გაუგებარი. აი აქ რაღაც ნაწილში მოყვებით. ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა, რომ მე მგონიო
იმის გამო არისო, კონკრეტულ წიგნზე იყო საუბარი. ასეთი რთული წიგნიო, რომ ჩვენ მტრებს არ გავაგებინო თუ რას ვასწავლით ბავშვებსო. ხო, მართლა არის რთული და ხანდახან რაღაცა როზეტის კომგონია და ბავშვი უნდა იყოს ჟან-ფრანსუა შამპლიონი, რომ გაშიფროს ეს წიგნი. თუმცა ყველასაგანში ასე ხომ არ არის და მარტო აი ეს ვერ იქნება მაგალითი, თუმცა პრობლემა რომ არის, სამინისტრომაც დაინახა და ახალი წიგნები იმედია და დარწმუნებული და რაღაცა მაგის შინაგანი განწყობა, რომ უფრო მარტივად გასაგები და ეფექტური და ეფექტიანი იქნება სწავლების პროცესში. გაუგებარი წიგნები არის არგუმენტი, თუმცა ეს არ განსაზღვრავს იმას, რომ აუცილებლად რეპეტიტორთან უნდა წავიყვანოთ. მასწავლებლები ბევრ დავალებას აძლევენ. აუ, ეს არის ჩემი უსაყვარლესი პარადოქსი. თუ დავალება ბევრია, კიდე რეპეტიტორთან რატო უშვებ და ის რეპეტიტორიც ხო დამატებით აძლევს დავალებებს და თუ კი მხოლოდ დავალებებს უსრულებს ის რეპეტიტორი და აი ეხმარება დავალების შესრულებაში, ვაიშმეთ. მეგრულებმა რო ვიცით, რომ ეხმარებიან ძირთადად დავალებებს უბრალოდ უწერენ რეპეტიტორები. ამ შემთხვევაში ჩვენ ხო დავალების დაწერის უნაროდ ვხდით ბავშვებს. ანუ მათ არ აქვთ ის უნარები, რომ პრობლემა თვითონ გადაჭრან. ამიტომ დავალების შესასრულებლად ან ბევრი დავალების შესასრულებლად რეპეტიტორთან კი არ გაუშვათ, არამედ თუ კი ეს მართლაც იმდენია, რომ ვერ მოერევა ბავშვი და ლოგიკაც ცდება, სკოლას მიმართეთ და დავალების მასზე ვისაუბროთ, რა ქვია, მოცულობაზე და არა როგორ მივჭკმალოთ ეს პრობლემა. საბოლოო ჯამში ნაკვერჩხალი თივაში არ იმალება, ხო? ძიმე შედეგები მოყვება მე საბოლოო ჯამში რეპეტიტორობას, აი მე თავში ვახსენო პირველი კლასიდან ამზადებენ მეთქი. ამაზე დიდი ტრაგედია არაფერი არ არის. აიას ხო თქვენ შეძლებთ რომ ასწავლოთ არა? ამ ასაკში პირველ-მეოთხე კლასში, განსაკუთრებით პირველ-მეორე კლასში ბავშვებს ჭირდებათ მშობელი, მათ ჭირდებათ ადამიანი, რომელსაც ემოციებს გაუზიარებს. ბაღიდან მოვიდა სკოლაში, ახლა დგამს ნაბიჯებს, ახლა სწავლობს იმ დისციპლინას, რომ დავალება აქვს შესასრულებელი, წერა უნდა ისწავლოს, კითხვა უნდა ისწავლოს, ამ დროს ის აგროვებს სკოლაში ემოციებს, დადებითაც, უარყოფითაც, აგროვებს წარმატებას, აგროვებს გაურკვევლობას, შიშს. და ეს ვიღაცას უნდა გაუზიაროს და ეს ვიღაც აუცილებლად არის მშობელი. დედა, მამა, შეიძლება იყოს ბებია, ბაბუა, მამი და დეიდა, ვინც ცხოვრობს ოჯახში ან უფროსი და ძმა. და თქვენ რა შვებით მასწავლებელთან და იქ კიდე უფრო მეტი ემოციას იმატებს. და საბოლოო ჯამში ვიღებთ ემოციურ შიმშილს. გთხოვთ, აი ეს არ გააკეთოთ რა, არ გააკეთოთ. ბავშვს თქვენი სითბო სჭირდება, ის 9 საათი, ის 1 საათი სჭირდება და ცივი აკადემიური გაკვეთილებისთვის ნუ გავიმეტებთ ჩვენ შვილებს. საბაზო საფეხურზე მასწავლებლის ავტორიტეტს აკნინებს ძალიან, იმიტომ რომ მაგალითად ფიზიკა, როდესაც იწყება, განგაში ზარებს შემოკრავენ ხოლმე მშობლები და ეძებენ ფიზიკის მასწავლებელს და ამ დროს ბავშვს როგორი განცდა უწრდება, იცი? ო, ამ მშობელი ეძებს ფიზიკის მასწავლებელს, ესე იგი ჩემი ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც სკოლაში დამხვდება, სექტემბრიდან არ არის პროფესიონალი, არ არის კომპეტენტური და შესაბამისად იწყება მასწავლებლის ავტორიტეტის რხვევა, სკოლის ავტორიტეტის რხვევა და აქ ბავშვი, რომელიც უნდა უსმენდეს სკოლაში, უნდა იყოს ჩართული ან ჯგუფურ სამუშაოში ან რაღაცა, მოკლედ მასწავლებელს არცემს პატივს და ეს მასწავლებლის ავტორიტეტის დაკნინება, მეგობრებო, არ არის მხოლოდ მასწავლების პრობლემა, უბრალოდ მასწავლების პრობლემაზე მეტად თქვენი შვილების პრობლემა, იმიტომ რომ ცოდნა, რომელიც უნდა წამოიღოს მასწავლებლისგან, მას არ მოაქვს, იმიტომ რომ უბრალოდ მისთვის არ არის საინტერესო ამ ადამიანის მოსმენა და ვაცადოთ კაცო სკოლას ვაცადო თქვენ თან უყურეთ როგორ რაღაცა თუ ვერ გაიგებს ბავშვი და ჩამორჩება, ხო? წლის ბოლოს, სემესტრის ბოლოს სკოლას აქვს ასე ვთქვათ, რომ მიმართავთ მექანიზმი არსებობს სკოლაში, რომ სკოლა ვალდებულია დამატებით, ვინც ჩამორჩება ბავშვები პროგრამას, მშობელთან შეთანხმებით, დამატებითი გაკვეთილებით ჩაუტარონ და დააწიონ პროგრამას. ბოლო არის ფინანსური წნეხი, რომელსაც თქვენგან ისიც ძვირფასო მშობლებო, ეს არ არის მცირე ფინანსური წნეხი და რატომ უნდა გადაიხადოთ ფული იმაში, რაც უფასოა ისედაც. ერთი რამ იცოდეთ, რომ სკოლის ფუნქცია არ არის მხოლოდ საგნების დაზეპირება, საერთოდ არ არის უბრალოდ საგნის დაზეპირება, რაღაცა სკოლის ფუნქცია. სკოლის ფუნქცია არის უნარების გამომუშავება, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება და ნიშანს თუ არ გამოეკიდებით ამ შემთხვევაში ამ ფინანსურ წნეხსაც ავირიდებთ, იმიტომ რომ ძირითადად თქვენ ხო კარგი ნიშნისთვის და კარგი ატესტატი რო გქონდეს ამისთვის ამზადებთ, ხო? ეხლა მინდა მიმართო ჩემს კოლეგებს, ოღონდ კოლეგებს ბრჭყალებში, ადამიანებს, რომლებიც რეპეტიტორებსაც უწოდებენ თავს, მასწავლებლებსაც უწოდებენ თავს და ამ ყველაფერს უყურებენ როგორც ბიზნესს. ოღონდ აი რომელ ადამიანებს მიმართავ, იცით? სკოლაში სპეციალურად რომ არ ხსნიან, შეგნებულად რომ არ ხსნიან ბოლომდე მასალას, რათა მერე ბავშვი სახლში ასე ვთქვათ დაიბაროს. ეს პედაგოგიკა
არ არის, ეს ჯერ ერთი კორუფცია და ეს კლიენტის ხელოვნურად შექმნა, რომელიც მარკეტინგის და საბაზრო ეკონომიკის სფერო უფრო ვიდრე განათლების. განათლება სინდისზე გადის მეგობრებო და არა საათობრივ დატვირთვაზე თუ ფულზე. თქვენ არ ახართ მასწავლებლები, ვინც ამას აკეთებთ, თქვენ ხართ უბრალოდ ვაჭრები და ვინც ეს თქვენ თავზე მიიღეთ, ძვირფასებო, ეს შეურაცხყოფა დედის რძესავით შეგერგოთ, იმიტომ რომ სკოლაში როდესაც იმ მიზნით არ ხსნი ბოლომდე რომ რაღაც სახში დაიბარო მასწავლებელი, ესა ბავშვი ეს არ შეიძლება. თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ ეს მასწავლებლების აი იმდენად ცოტა პროცენტი იქნება, იმდენად ცოტა პროცენტი რომ უბრალოდ სახელს უფუჭებს სხვა მასწავლებელს, თორე გავლენას სკოლაზე არ ახდენს და ვერც უნდა მოახდინოს. სკოლაში ძალიან აი ყველ მთელ საქართველოს მასშტაბით თუ ავიღებ, ძალიან ღირსეული მასწავლებლები არიან, ძალიან კარგი ადამიანები არიან და მერწმუნეთ გარემოს თუ ჩვენ შევცვლით, თქვენთან ერთად ძვირფასო მშობლებო, ბავშვებო, დირექციები, რა თქმა უნდა, მოტივირებულები იქნებიან, ზუსტად ვიცი, რომ განათლების დონეც აიწევს და რეპეტიტორობა ერთ-ერთი ნაწილია ამ ფაზლში, რომელიც აი ამ არსებული ფორმატით აღარ უნდა გააგრძელდეს. რა არის გამოსავალი, ხო? პირველ რიგში ნდობა უნდა დავუბრუნოთ სკოლას. მეორე მივცეთ ბავშვებს შეცდომის დაშვების უფლება. გაუჭირდეთ მიიღონ დაბალი ნიშნები, იპოვონ თავად გამოსავალი და ასე ვთქვათ, შევიგნოთ რომ სწავლა არის შრომაზე გადის და არა კომფორტულ გასეირნებაზე. არ არის ეს რაღაცა, ეხტით კომფორტული გასეირნება არ არის სწავლა, ხო? მშობლებო გთხოვთ დაასვენეთ ბავშვები, აი ძალიან ხშირად კი არა ყოველ კრებაზე, მე თითქმის ყველა კრებას ვესწრები, თუ კი სკოლაში ვარ, ან ქალაქში ვარ, ან რა ვიცი, გაკვეთილზე არ, მოკლედ, თუ კი ოდნავ დრო მაქვს, შანსი არ არის, ესა კრება სკოლაში ჩატარდეს და გავაცნე და ყველგან ამას ვიძახი. დაასვენეთ ბავშვები. რა გინდათ, თქვენი შვილები არ არიან, ხო გინდათ რომ ბედნიერები იყვნენ, დაასვენეთ ეს ბავშვები, მიაწადეთ ბავშვობა, გაერთონ, ითამაშონ, დაუშვან შეცდომები, დააშავონ. მოკლედ, რეპეტიტორებთან, აწვალებთ ეს შეკრული წრეა და ჩვენ ერთად მასწავლებლებმაც და მშობლებმაც ერთად უნდა გავარღვიოთ ეს რეპეტიტორები სკოლაში ასწავლიან შესაბამისად, ესე იგი სკოლაში ყოფილან ღირსეული მასწავლებლები, ხო, აი ამ ლოგიკით და არიან სკოლაში ღირსეული მასწავლებლები და ეს ჩემი უტრირებული ხუმრობები, იმედია შეხუმრობებს შემინდობთ. ხო, და რა ხა, როგორც თქვი თავშივე, რეპეტიტორობა ეს ყავარჯენია და აუცილებელი საქმიანობა და უნდა არსებობდეს, როდესაც ბავშვს რაღაცა, თქვით, მაგალითად, ფეხი რო გადამიბრუნდეს, ყავარჯენს დროებით სანამ მომირჩება, უნდა დავეხნო, ხო? აი ამ დროს უნდა გამოვიყენოთ და მე უნდა გადავდოთ ან სამუდამოდ ან შემდეგში სანამ ეს ისევ არ დაგჭირდება. მე ვარ ბაქარი რაგია, ფოთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ეს არხი და მომავალ კომენტარებში დამიწერეთ რა თემაზე გსურთ ჩემი მოსაზრების გაგება, თუ კი ეს თქვენთვის საინტერესო იქნება, ჩავწერა აუცილებლად ვიდეოს, მე მაქვს რაღაცა რამოდენიმე ვერსია, ვემზადები ძალიან მძიმე ვიდეოსთვის ნომოფობიაზე, ტელეფონ დამოკიდებულებაზე და ზოგადად სკოლაში ტელეფონის გამოყენებაზე და მის მავნე შედეგებზე, თუმცა ეს იმდენად რთული თემა არის და ახალი თემა არის, არ მინდა რომ რაღაცა ისეთი სიტყვა ვთქვა, გამეპაროს, რომელიც მერე არაპროფესიონალური გამოვიდეს და არაეთიკური გამოვიდეს. მოკლედ მაპატიეთ თუ ვინმეს გაწყენინეთ, უნებლიეთ, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ბავშვებს სპეციალურად არ უხსნით, რომ თქვენთან მოვიდნენ შემდგომ, თქვენ არ მაპატიოთ არაფერი, შეგერგოთ. თანარჩენებს თუ ვინმე თავი შეურაცხყოფილად იგრძენით, ძვირფასებო, მეც რეპეტიტორი ვარ, მასწავლებლებო და ამ შემთხვევაში მე მავნე პრაქტიკაზე ვსაუბრობ და არა იმ დროს, როცა საჭიროა რეპეტიტორობა, რა თქმა უნდა, ნიშნელოვანი რამ არის. წარმატებებს გისურვებთ, გთხოვთ დააკომენტარეთ, იმიტომ რომ რაც მეტი ადამიანი ნახავთ, ისაუბრებთ და ვისაუბრებთ სკოლის პრობლემებზე, უფრო უკეთესია. და დავამთავრებთ, რაც თქვი შუაში იმ სიტყვებით. ნაკვეჭხალი TV-ს ვინში არ იმალება. ვისაუბროთ პრობლემებზე. დროებით.